მოგესალმებით ეთერშია STAS-ი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგეცნობთ. ხედავთ რომ რამდენი ადამიანიც ჩაიდენს დანაშაულს ყველა ცდილობს პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი. ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოიხმაურა ოპოზიციის ნაწილისა და გიორგი ბაჩიაშვილის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის წინააღმდეგ წარმოებს პოლიტიკური დევნა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, პოლიტიკისთვის თავის შეფარების პრაქტიკა რადიკალურმა ოპოზიციამ დაამკვიდრა. ეს სტანდარტი დაამკვიდრა რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში აძლევენ თავშესაფარს ყველა კრიმინალს, თუმცა რა თქმა უნდა საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს, განაცხადა პრემიერმა. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიზანმიმართული სიცრუის კამპანიაა ვეჭვობ, ვინმე დაინტერესდეს ფეიქ ნიუსის მიმართულებით რაიმეს განვითარებაზე, რაც არაფრიდანაა მოტანილი და ემსახურება სიცრუის ტირაჟირებას. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ BBC-ს საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ელის თუ არა, რომ ჰააგის სასამართლო აღნიშნული საკითხით დაინტერესდება. შეგახსენებთ, BBC-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების შესახებად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC წერს, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომს უჩიოდნენ, მათ შორის თვალების წვას, ქოშის, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა. პარტია გახარია საქართველოსთვის დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით BBC-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე დაყრდნობით, სადაც საუბარია, რომ საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს, საერთაშორისო გამოძიება უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, ადგილობრივ გამოძიებას არანაირი აზრი არ აქვს. ადგილობრივ გამოძიებას არანაირი აზრი არ აქვს. ერთი, იმიტომ რომ ქართულ მართლმსაჯულებას არანაირი ნდობა არ აქვს. მეორე, საქმე ეხება ქართული ოცნების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულს, შესაბამისად იქნება სუბიექტური. თუ ამ გამოძიებას ოცნება რამის გამოიყენებს, იქნება პროპაგანდა. შეიძლება ვიხილოთ სურათი, როდესაც სათავისოდ შემოატრიალონ ეს საქმე, განაცხადა გიორგი შარაშიძემ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქიმიური ნივთიერების ხალხის დიდი მასების წინააღმდეგ გამოყენება ცალსახად არღვევს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს და შეიძლება შეფასდეს როგორც წამების არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიმუში. განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს დღეებში მიმართავენ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში მოავლინონ ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც საკითხს გამოიკვლევენ. საზოგადოდ ქიმიური ნივთიერების ხალხის დიდი მასების წინააღმდეგ გამოყენება ცალსახად არღვევს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს და შეიძლება შეფასდეს როგორც წამების არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიმუში. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს, თუ რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თბილისის მერ კახა კალაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლის კომენტარსაც მერიის პრესამსახური ავრცელებს. მერიის ცნობით, შეხვედრა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და მათი გაღრმავების პერსპექტივებს. სიიარტომ თბილისის მერს თვითმმართველობის არჩევნებში ხელახალი გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ შედეგები, რომელიც კახა კალაძემ არჩევნებზე აჩვენა, კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის ამომრჩევლის ურყევ მხარდაჭერას მისადმი. მინისტრმა კახა კალაძეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისგან მხარდაჭერა გადასცა. ჩვენც ახლახან ვნახეთ მედია ცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, თუ ეს დადასტურდა მიუღებელი იქნება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეს-სპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანიტა ჰიპერმა BBC-ს საგამოძიებო სტატიასთან დაკავშირებით ევროსკოპის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ველით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, აღნიშნა ევროკომისიის პრეს-სპიკერმა. შეგახსენებთ, გამოცემა BBC-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ BBC-ს მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობის ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და კულტივირების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტებზე 7 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით
მიღების ნარკოტიკულ საშუალებას. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ბრალდება სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე ანუბადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეუფარდა. ნათქვამია ინფორმაციაში. თბილისის მერმა კახა კალაძემ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად ცნობილი უნგრელი ფეხბურთელის იოზეფ ბოჟიკის ძეგლი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით უნგრეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენის ძეგლის საზეიმო გახსნას მერი ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს დელეგაციის წევრებთან და უნგრეთში საქართველოს ელჩ ნიკოლოზ ლალიაშვილთან ერთად დაესწრო. მივესალმები ბატონ პიტერ სიიარტოს, რომლის მოწვევითაც მაქვს პატივი დავესწრო ამ ღონისძიებას. მოხარული ვარ, რომ ბატონ პიტერთან მაკავშირებს ჩვენი ქვეყნების დიდი მეგობრობა საერთო ბრძოლა სიმართლისთვის და როგორც აღმოჩნდა, ასევე ფეხბურთის განსაკუთრებული სიყვარული. მე როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა თამამად შემიძლია ვთქვა, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება და სიხარული, ვიდრე საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა და გამარჯვებების მოტანა სამშობლოსთვის. იოზეფ ბოჟიკმა ბევრი წარმატება მოუტანა უნგრელ ფეხბურთს და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი უნგრელი გულშემატკივრის გულში. გილოცავთ ძეგლის გახსნას, უნგრულ ფეხბურთს კი ვუსურვებ კიდევ ბევრ წარმატებას, განაცხადა კახა კალაძემ. 11 კლასიან სწავლებაზე ჩვენ გადავალთ 2027-2028 სასწავლო წლიდან. დღეს ვინც მე-9 კლასში სწავლობს, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. 11 კლასიან სწავლებაზე ჩვენ გადავალთ 2027-2028 სასწავლო წლიდან. დღეს ვინც მე-9 კლასში სწავლობს, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში. ასევე როგორც მოგახსენეთ, იმ ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი ექნებათ მე-12 კლასში სწავლოს, შესაბამისად ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ. იმის მიხედვით, თუ რამდენი დარეგისტრირდება შესაბამის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში კონკრეტულ საშუალო სკოლებში გავხსნით მე-12 კლასს. ახალგაზრდებს მივცემთ საშუალებას აიღონ როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის ატესტატი, აღნიშნა მიქანაძემ. პირველ კლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება, რაც მოსწავლის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით რეგისტრაციას გულისხმობს. ამის შესახებ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას განაცხადა. შემოგვაქვს ახალი მოცემულობა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. იცით, რომ საყოველთაო რეგისტრაცია არის ბოლო ეტაპი და საყოველთაო რეგისტრაციამდე ჩვენ ვაპირებთ, რომ შემოვიღოთ კიდევ ერთი სარეგისტრაციო ეტაპი, რომელიც უკავშირდება ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას, რომელიც არის დაკავშირებული მის საცხოვრებელ ტერიტორიულ პრინციპთან. პირველ ეტაპზე ეს მიმართულება განხორციელდება დიდ ქალაქებში და შემდგომში ნელ-ნელა საჭიროებიდან გამომდინარე ქვეყნის მასშტაბითაც გავრცელდება, განაცხადა გივი მიქანაძემ. შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახები სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით შესაბამის ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. ჩვენ შევისწავლეთ სკოლებში არსებული პრაქტიკა და მივიღეთ გადაწყვეტილება ტესტურ რეჟიმში, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით დაწყებით ეტაპზე სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე ჩვენ რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60,000 ქულით, ან უფრო ნაკლებით სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით, განაცხადა მიქანაძემ. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დღევანდელი მაჩვენებლობით ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია დაფიქსირდა, რაც მეტეოროლოგიურმა პროცესებმა განაპირობა. მათივე ცნობით, 1 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა ნალექი წვიმის სახით. წვიმასთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან მათ შორის დედაქალაქში დაფიქსირდა დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა. უდაბნოს მტვრის მასების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების, წვიმის, თოვლისა და ქარის განვითარებაზე. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დაბა ლაითურში ნომერ 1 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით სახალხო დამცველმა დაათვალიერა ახლად გახსნილი ქალთა განყოფილება. ესაუბრა ქალ ბრალდებულებს, ასევე შეხვდა უვადოდ მსჯავრდებულებსა და სხვა პატიმრებს. გაეცნო პატიმრების უფლებების დაცვის მდგომარეობას და პატიმრებს მიაწოდა ინფორმაცია უფლებების ეფექტიანი რეალიზების მიზნით სახალხო დამცველის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. სახალხო დამცველმა დაათვალიერა ციხის ინფრასტრუქტურა, შეხვდა დაწესებულებების ხელმძღვანელობას და ადმინისტრაციას. სახალხო დამცველი აგრძელებს პატიმრების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას, ნათქვამია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს.
სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის კვლავ ღია. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი განცხადებით რუსეთი მშვიდობის მიღწევის გზებს ეძებს, თუმცა მისი ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს. სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით ჩვენს მიზნებს უნდა მივახციოთ, ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაციით დასახულ მიზნებს უნდა მივახციოთ. განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ასევე მისი თქმით რუსეთს ევროპელებთან კომუნიკაცია არ აქვს, რადგან მათ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე რუსეთის პოზიციის მოსმენა არ სურთ. ევროპული ქვეყნები მხოლოდ ომის შესახებ საუბრობენ, ისინი უკანასკნელ უკრაინელამდე ომის გაგრძელების შესახებ საუბრობენ. ცდილობენ იპოვონ გზები, რათა ომის გასაგრძელებლად უკრაინა დააფინანსონ, აღნიშნა პესკოვმა. ევროკავშირი აპირებს დაეხმაროს სომხეთს 2026 წლის ზაფხულში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ პოტენციური ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში. სომხური მედიის ინფორმაციით ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა. მისი თქმით, ეს მხარდაჭერა გააძლიერებს სომხეთის შესაბამისი ინსტიტუტების შესაძლებლობებს ჰიბრიდული საფრთხეების პროგნოზირებისა და მათზე რეაგირებისთვის. მარტა კოსმა ასევე აღნიშნა, რომ 12 მილიონი ევრო არა მხოლოდ სომხეთის მთავრობისთვის გამოიყოფა, არამედ მის გამოყენებას ასევე შეძლებს სამოქალაქო საზოგადოება და მედია, რომელთა როლიც გადამწყვეტია ჰიბრიდულ საფრთხეებთან ეფექტურ ბრძოლაში. როგორც ჩანს, ჰონდურასი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლას ცდილობს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. თუ ამას გააკეთებენ, მაშინ თავს ჯოჯოხეთი დაატყდებათ. ჰონდურასის მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა 20 ნოემბერს მისცა. ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა 20 ნოემბერს შუაღამისას მოულოდნელად შეწყვიტა. მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ ხმების დათვლა დაასრულოს, წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. ჰონდურასის საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით კონსერვატორი კანდიდატი ნასრი ასფურა მის მეტოქეს ლიბერალური პარტიის კანდიდატ სალვადორ ნასრალას მხოლოდ 515 ხმით უსწრებს. ერნანდესი, რომელიც ჰონდურას 2014-2022 წლებში მართავდა, ასფურას მსგავსად კონსერვატიულ ნაციონალურ პარტიას წარმოადგენდა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.